უკვე დასრულდა რეგისტრაცია აბიტურიენტების, საბაკალავრო საფეხურზე დარეგისტრირდა დაახლოებით 53,000 აბიტურიენტი, რაც შარშანდელ რაოდენობაზე მეტია ოდნავ. კონკურსი არის გაზრდილი, ანუ ერთ ადგილზე დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში გაზრდილია. ამასთან ერთად გვაქვს ეს სიტუაცია, როცა თუ შევხედავთ ისეთ პროგრამას, რომელზეც შარშანდილთან შედარებით ძალიან გაიზარდა გაზარდეს კვოტები, ან სრულად არ არსებობდა და ისეთი პროგრამები დაამატეს ზოგ რიგ შემთხვევაში, ბევრ ასეთ პროგრამაზე ძალიან დაბალია მოთხოვნა, ანუ ჩაითვალა, რომ ვთქვათ, ამ მიმართ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფოს სჭირდება სპეციალისტები თუ შრომის ბაზარ სჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით აბიტურიენტებს არ აინტერესებს ჩარიცხვა და თუ კი მართლა ესეა და თუ კი სჭირდება სახელმწიფოს ეს სპეციალისტები, მაშინ რაღაცა დამატებით უნდა გაკეთდეს, ხო, რომ მოიზიდონ აბიტურიენტები და როგორც ჩანს, არაფერი არ გაკეთდა. აბიტურიენტები უნდა ელოდონ გაზრდილ კონკურენციას და მერე არ ვიცით რა მოხდება, უნდა დაველოდოთ თქვა ჩარიცხვები, როცა იქნება მერე ეს აბიტურიენტები, რომლებიც ამ პოპულარული მიმართულებებით ვერ მოხვდებიან, რადგან ადგილები შემცირებულია. გადავლენ თუ არა ისინი სხვა არაპოპულარული მიმართულებებით, აი ვნახოთ. განათლების რეფორმის შესახებ პირველად ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ ზუსტად 2 წლის წინ. მაშინ თქვა ესეთი რაღაცა, რომ უნივერსიტეტები ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს არ მიცენ განათლება და წაართვან ტრადიციები თუ ღირებულებები. ხო და აი ეს კონსპირაციის თეორია მართავს რეალურად ამ გადაწყვეტილებას, რომ უნდა დაამყარონ პოლიტიკური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე, იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგია და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. ყველაფერი დანარჩენი არის გამოგონილი რაღაცა პრინციპები, რომელსაც თვითონაც არ იცავენ და არ ასრულებენ.